აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა გრძელდება. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 18-დან 40 წლამდე ასაკის ბენეფიციართა თვალის საშუალო და მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიის, ახლო მხედველობის, შორს მხედველობის და ასტიგმატიზმის ექსიმერული ლაზერული კორექცია, ექიმ სპეციალისტის კონსულტაციისა და წინა საოპერაციო კვლევების გათვალისწინებით. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა დაწეროთ განცხადება. მიმართოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და წარუდგინოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტაცია ასანაზღაურებელი თანხის მითითებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. ასევე არსებობის შემთხვევაში პრიორიტეტულ ჯგუფს მიკუთვნებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. რაც შეეხება 18 წლამდე ბენეფიციარებს, საჭიროა დაბადების მოწმობა, მშობლის ან მეუღლის პირადობის მოწმობის ასლები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე portal abkhazia.gov-ში. განაცხადის შესავსებად მიმართეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. შეგახსენებთ, რომ პროგრამაში ჩართვა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.